გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის საჭმელმონელებელი ტრაქტის ჰისტოლოგიაზე. წინა ლექციაზე ვისაუბრე საყლაპავზე და ახლა ბუნებრივია უნდა გავაგრძელო საუბარი კუჭით. დასაწყისისთვის ვთქვათ ის თუ კუჭის რა ნაწილია ამ მოცემულ პრეპარატზე ნაჩვენები, ეს არის კუჭის სხეული, როგორც ვიცით, კუჭი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ანატომიური სკოლები მას სხვადასხვა ნაწილებად ყოფენ, თუმცა ვახსენოთ ჩვენ ერთ-ერთი, ეს არის კარდიალური ნაწილი, ფუნდუსი, სხეული და პილორული ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაზე დიდი ნაწილი გვაქვს აღებული და პრეპარატის სახით ნაჩვენები და ეს არის სხეულის ნაწილი. აი აქ მაგალითად ეს არის სანათურის არე, ეს კი თვით კედელია კუჭის და განაკვეთი თუ რომელია გატარებული, როგორც თქვა წინა ლექციაზე, საყლაპავის შემთხვევაში ვახსენეთ, რომ აქ ჰორიზონტალური განაკვეთია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ეს არის, იმიტომ რომ ვუყურებთ ზემოდან ან ქვემოდან ამ პრეპარატს. ამ შემთხვევაში რთული სათქმელია თუ რა განაკვეთია გატარებული, უბრალოდ ვიცით ის, რომ სანათურის მხარე არის აქეთ და ეს კი თვით კედელია. ახლა შეიძლება ეს ფრონტალურიც იყოს და ამოღებული იყოს პრეპარატის სახით, შეიძლება იყოს საგიტალურიც და ასევე შესაძლებელია იყოს ჰორიზონტალურიც. უბრალოდ ვინაიდან არა გვაქვს მთლიანი სურათი კუჭისა, იმიტომ რომ თვითონ ორგანო დიდი ზომის არის, ვერ მოვათავსებთ ამას პრეპარატის სახით შუშაზე და შესაბამისად ვიღებთ ასეთ მხოლოდ ცალმხარეს, ან ცალკედელს და სანათურის მხარე აქეთა გვაქვს. ახლა დავიწყოთ უკვე საუბარი იმაზე, თუ რა ნაწილებისაგან შედგება. როგორც საყლაპავში აღვნიშნე, მთელი საჭმელმონელებელი ტრაქტი 4 შრისაგან არის წარმოდგენილი, კუჭის გამონაკლისი არ არის, ვახსენოთ თავიდან და მოვხაზოთ თუ რომელი რას წარმოადგენს, აი მაგალითად, აი ეს ნაწილი, რომელიც აი აქ წითელი ზოლით მთავრდება, ეს არის ლორწოვანი შრე, შემდგომი, აი რომელიც აქედან აქამდეა გადმოჭიმული, ან აქედან აქამდე, არის ლორწქვეშა შრე, აი ეს უკვე მოწითალო მოვარდისფრო ფერი მთლიანად, აი ეს წარმოდგენილი არის კუნთოვანი შრით და აი ეს ნაწილი, რომელიც ღია ფერის არის, აი ეს მკრთალად წარმოსახული, ეს არის სეროზული შრე. ახლა დავიწყოთ თვით შრეების დაწვრილებით განხილვა, დასაწყისისთვის აღვნიშნოთ ის, რომ ლორწოვანი შრე ყოველთვის სანათურის მხარეს წარმოდგენილი არის ეპითელური ქსოვილით, ბუნებრივია კუჭიც არ არის გამონაკლისი. აქ ეპითელური ქსოვილი წარმოდგენილი არის ერთშრიანი, ცილინდრული, პრიზმული და აი მარტივადაც არის დასანახი, აი როგორც ხედავთ, აი ამებს, აი ამ უჯრედებს ცილინდრული ფორმა აქვს, აი აქაც კარგად ჩანს ცილინდრული, ზოგიერთს პრიზმული აქვს, აი აქ მაგალითად. აქ ასევე ჩვენ გვაქვს არეები არის, აი ესეთი ჩაღრმავებები, თვით ამ ცილინდრულ ეპითელიუმ შორისაც არის აი ესეთი ჩაღრმავებები და აი ამ პირველ ნაწილს, როგორც თქვით, წარმოადგენს ერთშრიანი ეპითელური შრე და შემდგომი უკვე მის ქვემოთ არსებული არის საკუთარი ფირფიტა. საკუთარი ფირფიტა ამ ლორწოვანი შრის მდიდარი არის ბაზოფილური უჯრედებით, რომლებიც თავის მხრივ განსხვავებულია კუჭის სხვადასხვა არეში და ჩვენ ახლა ვინაიდან განვიხილავთ კუჭის სხეულის პრეპარატს, ამისათვის აღვნიშნოთ თუ აქ რა გვხდება თვითონ სხეულში, რა უჯრედებით არის წარმოდგენილი საკუთარი ფირფიტა. ეს არის ესე იგი პარიეტალური უჯრედები, რომლებიც თავის მხრივ ქლორს გამოიმუშავებენ და შემდგომ წყალბადთან დაკავშირებით წარმოქმნიან H-ქლორს, რომელიც თავის მხრივ მარილმჟავას წარმოადგენს, ასევე წარმოქმნიან კასლის ფაქტორს, რომელიც B12 ვიტამინის შეწოვებაში მონაწილეობს წვრილნაწლავში. გარდა ამისა არის აქ დიდი რაოდენობით წარმოდგენილი მუკოციტები, რომლებიც ლორწოს წარმოქმნაში მონაწილეობენ, მთავარი უჯრედებიც, რომლებიც პეპსინოგენის წარმოქმნაში მონაწილეობენ, პეპსინოგენი კი როგორც ვიცით, შემდეგ პეპსინად გარდაიქმნება და გარდა ამისა ენდოკრინული უჯრედებიც გვაქვს აქ, ეგრეთ წოდებული აპუც სისტემას, რომელიც ეკუთვნის და ისინი თავის მხრივ მაგალითად G უჯრედები წარმოქმნიან გასტრინს, ასევე გვაქვს აქ ჰისტამინის წარმოქმნელი უჯრედები და სომატოსტატინის. როგორც ხედავთ, ეს ნაწილი, ანუ საკუთარი ფირფიტა ლორწოვანი შრის საკმაოდ მდიდარი არის აი ამ უჯრედებით
და შემდგომი ამავე შრეში შემავალი ნაწილი არის კუნთოვანი ფირფიტა, რომელიც აი დასაწყისში რო აღნიშნა ესე წითელი ზოლით არის წარმოდგენილი, იგი არის გლუკუნთოვანი და აი მოსაზღვრავს ამ ლორწოვან შრეს, ამ სანათურის მხრიდან მთლიანად აქამდე წარმოდგენილი არის აი სამი ნაწილისაგან და ეს არის ლორწოვანი შრე. შემდეგი შრე, როგორც თქვით, არის უკვე ლორწქვეშა შრე, რომელიც ასევე საკმაოდ მდიდარი არის და თავის მხრივ წარმოდგენილი არის მკვრივი შემაერთებელი ქსოვილით, აი საკმაოდ დიდია. იგი თავის მხრივ წარმოდგენილი არის სისხლძარღვებით, ლიმფური ძარღვებით, აი კარგად ჩანს აქ სისხლძარღვები, აი საკმაოდ კარგად ჩანს, აი აქ დაჭერილია კიდევაც, ეს ვენა არის, აი ეს იქნება ვენულა, ეს არტერიოლა, აი კედელი როგორც წესი არტერიული სქელი არის ვენულისაგან განსხვავებით, აი აქ კარგად ჩანს, დიდი ზომის არის და აი როგორც ხედავთ, სისხლის ელემენტები არის, ერითროციტები არის დაჭერილი, აი ამ პრეპარატში. ეს ყოველივე კარგად ჩანს. გარდა ამისა, აქ გვაქვს ასევე ლიმფური ძარღვები და მეისნერის ნერვული კვანძები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ფუნქციაში. ეს შრეც, როგორც ხედავთ, საკმაოდ მდიდარი არის, უბრალოდ განსხვავებით საყლაპავის ლორწქვეშა შრისგან, სადაც წარმოდგენილი იყო ჯირკვლოვანი უჯრედები, აქ არ გვაქვს ეს უჯრედები და ჯირკვლოვანი უჯრედები, აი აქამდე რაც ვახსენე, არის ლორწოვან შრეში წარმოდგენილი. შემდეგი შრე არის კუნთოვანი შრე და განსხვავებით აქაც საყლაპავის კუნთოვანი შრისგან სამი ტიპის კუნთები გვაქვს, ესე იგი პირველი, ანუ შიგნით ამ მხრიდან, აი ეს ნაწილი წარმოდგენილი არის ირიბი კუნთებით, შემდგომი აი ეს ნაწილი უკვე აი დაახლოებით აი საზღვარი აი ამ ნაწილში გადის. ეს მეორე არის უკვე ირგვლივად განლაგებული და სულ გარეთ, აი ფერიც განსხვავებული არის და მიმართულებაც როგორც ხედავთ, განსხვავებული, ამიტომ რომ განაკოცზე ჩანს. ეს არის უკვე სიგრძივი კუნთები. ამ კუნთების ფუნქციას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს შეკუმშვა და როგორც ვიცით, კუჭი საჭმლის გადამუშავებაში, როგორც ქიმიური, ასევე მექანიკურში იღებს მონაწილეობას და ამ ყველაფერში აი ეს კუნთოვანი სისტემა მონაწილეობს. რაც შეეხება ქიმიურში, ზემოთ უკვე ვახსენე ლორწოვან შრეში შემავალი იმ ენდოკრინული უჯრედების ზემოქმედების შედეგად ხდება გადამუშავება საჭმლის. რაც შეეხება ახლა გარდა ამისა, აქ აი შეგვიძლია კონკრეტულად აი ეს ნაწილი, მაგალითად რო განვიხილოთ, ეს არის უკვე ნერვული განგლიები აუერბახის, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს პერისტალტიკაში, ან კუნთების შეკუმშვაში. და გადავიდეთ ახლა მეოთხე შრეზე. მეოთხე შრეს წარმოადგენს სეროზული გარსი, რომელიც აი აქ მკრთალად არის წარმოჩენილი და საკმაოდ თხელია. ეს სეროზული გარსი თავის მხრივ შედგება საკუთარი ფირფიტისაგან, აი აქ არის, აი ესე, აი რო დაუკვირდეთ, აი ეს ნაწილი არის საკუთარი ფირფიტა და თვით, ესე იგი ეს გარსი წარმოადგენს მეზოთელიუმს. ანუ მეზოთელიუმი პერიტონეუმის ღრუში ბუნებრივია არის პერიტონეუმი, ხო? და ამით არის დაფარული კუჭი. ეს არის მოკლედ კუჭის ჰისტოლოგიური შენება. და შემდგომ ფოტოზე აი მინდა ვნახოთ განსხვავება თუ აი კუჭისა და საყლაპავის საზღვარი როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან. აი ეს არის საყლაპავი, ანუ პროქსიმალური ნაწილია საჭმლის-მომებელი ტრაქტის, ეს დისტალური, ეს უკვე კუჭი არის და ნახეთ როგორი სხვაობა არის. აი აქ მთლიანად აი ეს ლორწოვანი შრე წარმოდგენილი არის მრავალშრიანი გაურქოვანებელი ეპითელიუმით და აქეთკენ კიდე უკვე გვაქვს ერთშრიანი ცილინდრული და პრიზმული ეპითელიუმი და აი ნახეთ როგორი გადასვლაა და რამხელა სხვაობა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. შემდეგ ლექციაში განვიხილავ უკვე 12 გოჯა ნაწლავს.